კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. დაზარალებული პაპუნა ლოცულაშვილი გვიან ღამით კვლავ კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმდა. ჩატარებული კვლევების შემდეგ ექიმმა თქვა, რომ მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. ბინაზე ყოფნისას მისი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, აღენიშნა გულისრევა, ჰქონდა თავის ტკივილი, რის გამოც გამოძახებულმა სასწრაფომ პაციენტი შემოიყვანა ჩვენს კლინიკაში. ჩვენთან მდგომარეობა სტაბილურია, მოგახსენეთ უკვე, იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, უტარდება მაღალტექნოლოგიური კვლევები, პაციენტი კონსულტირებული არიან ვიწრო სპეციალისტების მიერ. დანარჩენი მდგომარეობა გვაჩვენებს, როგორ განვითარდება სიტუაცია. დღის მეორე ნახევარში უკვე სისუსტე, ორჯერ გული წაუვიდა, მე შემდეგ ის რომ მოვიდა გონზე, გადავწყვიტეთ რომ გადმოგვეყვანა ეს შეექიმების მეთვალყურების ქვეშ. ტანის ტკივილები, მკერდის არეში, კისრის არეში, ფეხის, ხელის ტკივა, უკან თავი ტკივა, გულისრევის შეგრძნება ჰქონდა. ექვსივე დაკავებულ სამართალდამცავს ბრალი უკვე ოფიციალურად წარადგინა. დღეს კი სასამართლო მათ აღკვით ღონისძიებაზე იმსჯელებს. სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაკავებულები დროებითი მოთესების იზოლატორებში იმყოფებიან, ნაწილი ხაშურში, ნაწილი კი თბილისში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გორში მომხდარი მძიმე ინციდენტი პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა სპეკულაციებისთვის გამოიყენა, რასაც მათივე თქმით გორის პოლიციის განყოფილებასთან გამართული აქციაც ადასტურებს. საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით მათი ოპონენტები სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციას ცდილობენ. დანაშაულის ჩადენა კატეგორიულად მიუღებელია და სისტემურ დანაშაულზე, რასაკვირველია ადგილოა საუბარი განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომელმაც არათუ სისტემური ხასიათი მისცეს ამ ძალადობას, არამედ პირდაპირ მკვლელობები ჩაიდინეს ქუჩაში და უამრავი ახალგაზრდა პოლიციელი გარყვნეს. აი ამ პოლიტიკით, რომელსაც თვითონ ატარებდნენ სახელმწიფოში. ეს სისტემური დანაშაული იქნებოდა რა შემთხვევაში? თუ ხელისუფლება როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ხდებოდა, ესეთ გახმაურებულ ფაქტების მიჩქმალვას, დამალვას და ხშირ შემთხვევაში ხელოვნური სცენების დადგმას მიმართავდა. მაგრამ როდესაც ხდება გარკვეული დანაშაული და მასზე კანონი და ხელისუფლება მყისერად მოქმედებს, ეს არის სწორედ პრევენცია, რომ დანაშაული არასდროს არ იქცეს სისტემურ დანაშაულად. ადამიანები, რომლებიც არიან აი ამ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედნი და ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, არავის არ დავიწყებია და მოკლე მეხსიერება არავის არ გააჩნია რა უბედურება დაატეხეს მათ საქართველოს. სისხლის მორწყეს არაერთგზის რუსთაველი და არა მარტო რუსთაველი და უამრავი ოჯახი გააუბედურეს, ხო და გვახსოვს ის შემზარავი კადრები და ასეთი ადამიანები დღეს ახლა გველაპარაკებიან რაღაცა ადამიანის უფლებებზე, ორას გვიკითხავენ. კვლავ საქართველოს კინოსა და თეატრში მოღვაწე მრავალმხრივი შემოქმედი ისკელ კანდელაკის დაბადებიდან 86 წლის აღსანიშნავად იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში ფილმების რეტროსპექტივა დაიწყო. 4 დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება კანდელაკის როგორც რეჟისორის, პროდიუსერისა და მსახიობის შემოქმედება. დასწრება მაყურებლისთვის თავისუფალია. იდეა ამ რეტროსპექტივისაც ეგ იყო, რომ ფართო მაყურებელმა გაიცნოს გელა კანდელაკის ნამუშევრები, რადგან უფრო პოპულარული არის, ბუნებრივია, როგორც მსახიობი და თავის შემოქმედების ესეთი გაზიარება პირველად ხდება. პირველად ისურვა თვითონ, რომ მისი ფილმები ესე ენახა მაყურებელს. ბატონ გელას ულოცავ იუბილეს და მინდა ყველა ჩვენთაგანმა მისგან ვისწავლოთ საქართველოს სიყვარული, პატრიოტიზმი, იმის დანახვა, რასაც ის ხედავს, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით და დავბრუნდებით მისი თეატრით.
ბატონი გელა 10 წლეულების განმავლობაში მოღვაწეობს ქართულ კინოში, როგორც რეჟისორი, როგორც მსახიობი, როგორც პროდიუსერი და ჩვენს რეტროსპექტივაში თავი მოუყარეთ მის შემოქმედებას, რა თქმა უნდა, სრულად ვერ, მაგრამ დიდ ნაწილს ამ ფილმებს ჩაუტარდა ციფრული რესტავრაცია და გვინდოდა რომ საიუბილეოდ გაგვეკეთებინა ესეთი ღონისძიება 4-დღიანი რეტროსპექტივა. სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტისას სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს შეხვდა. მხარეებმა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე იმშელეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს. ლაპარაკი იყო ასევე სლოვაკეთში მიმდინარე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზეც, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ასპარეზობს. შეხვედრა საკმაოდ საინტერესო წარიმართა, შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ორ სამინისტროს შორის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ რეფორმებზე, რომელიც მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე სლოვაკეთში. ასევე შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ ახლო მომავალში შესაძლებელია, რომ სლოვაკეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრი ეწვიოს საქართველოს. Polski ამინდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი. ტემპერატურის მატებას 31 მაისიდან პროგნოზირებენ. როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ველოდებით ხანმოკლე წვიმას ეჭექთან ერთად ზოგან შესაძლებელია იყოს ძლიერი. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, თბილისშიც ამ დღეების განმავლობაში თუ გამოშვებით ხანმოკლე წვიმას ეჭექთან ერთად ველოდებით. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში გუშინთო იყო 30 გრადუსი, დასავლეთ საქართველოში, ხოლო აღმოსავლეთში 26-27 გრადუსი. დღეისთვის უკვე თითქმის 10 გრადუსით დაიკლებს. თბილისშიც 26 იყო გუშინ და დღეისთვის 22 გრადუსამდე მოიკლებს. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება. იმედის ეთერს ყოიმედის დილა განაგრძობს. დროებით გემშვიდობებით.